მიუნხენში ვართ ჩასულები. გამოკვლევაზე იყო ვახტი გუწმინდეს და ზამთარი იყო ესეთი თოვლი წამოვიდა და უწმინდეს უთხრეს რომ ჩამოვიდნენ ადამიანები სანახავად და უწმინდეს უთხრეს ვახშამი არისო გამზადებული დაახლოებით 60 კაცზე ვახშამი რესტორანში რომელიც ახლოს იყო სასტუმროსთან და ფეხით წავიდეთ უწმინდეს და ფეხით წავედით დაახლოებით 15 წუთი ვიარეთ ფეხით რესტორნამდე მივედით დააძახებინა ჩემზე მობძანდიო აქ ჩემ წინ დაჯექიო შენო არ დამჯდა სათამადო ადგილზე შუაში დაჯდა შენო დაჯექიო და ეხლა ბატონი ლაშა იქნება თამადაო მე მითხრა ოღონდ მე გეტყვიო რა უნდა ელაპარაკო ხო და მოკლედ კარნახობდა რა სადღეძელო უნდა მეთქვა ეხლა უკვე არის პერიოდი როცა წამოსული ვარ დაახლოებით 2010 წელი არის რა ან 2009-ის ბოლო არის და მეუბნება ეხლა შენ უნდა ადღეგზელო პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობაო რა მე ვთხარი თქვენ უწმენესო ამას ეხლა მე ნუ დამავალებთ მეთქი რასაც ხო შევთანხმდითო რომ მე რასაც გეტყვი ის უნდა თქვაო სადღეძელოთო მე ვთხარი დიახ კი შევთანხმდით მე თქვენ უწმენესო ხო და ბრძანე ეხლა პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სადღეძელო ბრძანე თქვი და სხვადასხვა იქაც ცუდად მოვიქეცი იქ თქვი რომ ღმერთმა გონიერება მისცეს მეთქი ანუ უფრო ნეგატივში გადავიტანე რომ აი ეს აკლია და ეს მისცე და მას არ მოეწონა ჩემი ასეთი ნათქვამი სადღეძელო და მე ცოტა ხანში როგორც ჩანს ეს უყვარულობა იგრძნო და მე თქვა ასეთი რამ აი ეხლაო მე მაქვს ყველა თქვენგანთან კითხვაო ცალცალკეო ცოტა ხანიო დაფიქრდითო და ისე ბძანეთო თქვენი აზრითო რა არის სიყვარულიო აუ ძალიან რთული კითხვა ხო და ამ დროს თუმე როგორი მარტივი ხო რაღაცა აი შეგიძლია თო რომ ერთი ფრაზით ერთი სიტყვით გამოხატოთ და თქვათ რა არის ახსნათ რა არის სიყვარული ანუ ბევრი არ უნდა დაგუძო 60 კაცზე მეტი ვიყავით და რა თქმა უნდა ეხა იქ იმ ტრაპეზზე ყველა უახლოესი მისი ხო ისე უცხოეთში ვერ მოხვდებოდა უცხო ადამიანი ხო ყველა ისეთი რომელსაც მამაშვილური დამოკიდებულება და ურთიერთობა აქვს და შინაური რომელსაც სადაც შეგიძლია თავისუფლად თქვა რა ნუ იქ იყო ჯულია ხუფერია იყო მისი უსაყვარლესი ადამიანი და უახლოესი ადამიანი ქალბატონმა ჯულიამ რამდენიმე სიტყვა თქვა იქ იყო კიდევ რამდენიმე ადამიანი მართლა ახლობელი კაცებიც ქალებიც ჩვენც უფრო ახალგაზრდები ხო და ვერ მოისმინა ვერავისგან ისეთი რაც ერთი სიტყვით აღწერდა სიყვარულს და აიო შენ გენაცვალეო არის თუ არა ეს სიყვარულის ყველაზე მაღალი გამოხატულებაო როცა შენ მზად ხარ რომ ადამიანი ჩაანაცვლო გაჭირვებაში ხშირად ამხოლოდ მაგ სიტყვაში არ ვიცი რამდენად ვაცნობიერებთ რომ ეს ის არის რასაც პატრიარქი გულისხმობდა კი ხო რომ ჩაანაცვლო ადამიანი გაჭირვებაში რომ მისი ადგილი დაიკავო ყველაზე მძიმე პერიოდში როცა ადამიანი არის ეს იყო მისი მხრიდან ეს ახსნა შინაურ გარემოში ეს არისო კიდევ უფრო შემოყვარდა ეგ სიტყვა ხო ეს მე მიყვარს ძალიან შენ შემოგევლა არ ვიცი უნდა ვთქვა თუ არა ალბათ შემიძლია რომ ვთქვა ჩვენ საზოგადოებაში ყველამ გამოვიარეთ ეს საშინელი მის მიმართ რამდენიმე წლის წინ აგორებული კამპანია პრაქტიკულად ჩაქოლვის კამპანია ხო და დეგრადირების და აი რაღაც ყველაფერი უბედურების ცილის წამებების ხო შეურაცხყოფის დამცირების აი ყველანაირი უმძიმესი და ხა უცხო მისთვის არავინ არ იყო იმიტომ რომ ყველანი მისი შვილები ვიყავი და პასუხისგებლობას ყველაზე გრძნობდა ხოლმე და მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან და იმ ადამიანის მხრიდან რომელიც აი შვილივით გამოზარდა და რაღაც წამოიყვანა მათ შორის მთავარი და სინოდის წევრის მხრიდან და
შეურაცხყოფელი დამოკიდებულება ეს ცუდი ქცევა და მასაც სიყვარულით უყურებდა. სულდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება მისი ეს განყენებაზე, რაღაცა იყო სხვადასხვა ვარაუდები და ახლა აღმოჩნდა რომ საერთოდ სინოდინას გაგდებული არ არის ადამიანი სინოდის წევრობიდან. სინოდის წევრად ითვლება ეს ერთი, იმიტომ რომ უწმინდესმა არ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რამდენიმე თვის წინ უკვე მე რამდენად, მაგრამ ბოლოჯერ რამდენიმე თვის წინ მოიკითხა რომ როგორ არის იქ მოიკითხოთ. ეს ნერვიულობდა მასე რომ როგორ არის მის სულიერი მდგომარეობა ზოგადად როგორ არის რამე ხომ არ უჭირს. სიყვარული აბა რა არის? რა თქმა უნდა. როცა ის გავიწყდება ის წერა, ბაში რატომ აი როგორ უნდა მოიკითხო ადამიანი, ხო? ეს დამოკიდებულება, ეს საოცარი დამოკიდებულება აქვს მას აი ეს გადაბიჯებული ქონდა ამ საერთო წყენაზე, სიბრაზეზე ხო ქონდა გადაბიჯებული, ხო? სხვებს გვასწავლიდა უკვე და გვაკურთხებდა როგორ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ მას მართლა ქონდა ეს მამაშვილური დამოკიდებულება და ურთიერთობა.